ვართ მარტო სამყაროში. რეალური ისტორიები უცხო პლანეტელებზე. გამარჯობა, პატივცემულო მაყურებელო. დღეს ძალიან საინტერესო, ცოტა მისტიკური და ამავდროულად დამაფიქრებელი თემით გიბრუნდებით, უცხო პლანეტელები და მათი ისტორია მსოფლიოსა და საქართველოშიც. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. დიდი მადლობა, რომ აქ ხართ, მიყურებთ და მაძლევთ мотивაციას, კიდევ უფრო საინტერესო ისტორიები მოგიყვეთ. იმედია, დღესაც ჩემთან ერთად ჩაეფლობით უცნობ სამყაროში და ბოლომდე გამომყვებით ამ საოცარ მოგზაურობაში უცხო პლანეტელების ისტორია მსოფლიოში. ადამიანებს უძველესი დროიდან აინტერესებდათ კითხვა, ვართ თუ არა მარტო ამ უზარმაზარ სამყაროში. ჯერ კიდევ ძველ ცივილიზაციებში, მაგალითად ეგვიპტურ, შუმერულ და მაიას კულტურებში გვხვდება უცნაური ნახატები და სიმბოლოები, რომლებიც ზოგიერთი მკვლევრის აზრით შეიძლება მიუთითებდეს სხვა პლანეტიდან მოსულ არსებებზე. ყველაზე ცნობილი შემთხვევები მე-20 საუკუნეში დაიწყო. 1947 წელს ამერიკაში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ინციდენტი, როზველის შემთხვევა, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამოვარდა უცნობი მფრინავი ობიექტი. ოფიციალურად ამბობდნენ, რომ ეს იყო მეტეოროლოგიური ბუშტი, თუმცა ბევრი ადამიანი დღემდე დარწმუნებულია, რომ საქმე უცხო პლანეტელებთან გვქონდა. შემდეგ წლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ათასობით ადამიანი ამტკიცებდა, რომ ცაზე უცნაური ობიექტები დაინახა, სწრაფი, უხმო და ხშირად შეუძლებელი მოძრაობებით. ამ მოვლენებს დღეს UFO-ებს, ანუ უცნობ მფრინავ ობიექტებს უწოდებენ. არსებობს ასევე ადამიანების მონათხრობები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი კონტაქტი უცხო პლანეტელებთან, ET, აბდუქციები, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ისინი დროებით გაიტაცეს უცნობმა არსებებმა. უცხო პლანეტელები საქართველოში. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მსგავსი ისტორიები საქართველოშიც არსებობს. სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით მთიან ადგილებში, ხშირად უყვებიან ადამიანები უცნაურ სინათლეებზე ცაში. მაგალითად, კახეთში და სვანეთში ადგილობრივები ყვებიან, რომ ღამით უნახავთ სწრაფად მოძრავი ნათელი ბურთები, რომლებიც უცნაურად ჩნდებიან და ქრებიან. თბილისთან ახლოს მდებარე კუმისის ტერიტორიაზე ადგილობრივები ხშირად ყვებიან უცნაურ ისტორიებს. ზოგი ამბობს, რომ ღამით ტბის თავზე უნახავთ მბზინავი ობიექტები, რომლებიც წყლის ზედაპირს უახლოვდება და შემდეგ უეცრად ქრება. ეს მოვლენები ზოგისთვის უბრალოდ ბუნებრივი ეფექტია, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ შესაძლოა უცნობი ტექნოლოგიის გამოვლინება იყოს. ქობულეთის უცხო პლანეტელი. ქობულეთში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და პოპულარული ისტორია უკავშირდება. ადგილობრივების მონათხრობით, ეს არის უცნაური, თხელი ადამიანის მაგვარი არსება, რომელსაც დიდი თვალები აქვს და ღამით ჩნდება. ზოგი ამტკიცებს, რომ ეს არსება ტყის სიახლოვეს უნახავთ, ზოგიც კი ამბობს, რომ ის სწრაფად მოძრაობს და უეცრად უჩინარდება. რა თქმა უნდა, ამ ისტორიებს ოფიციალური დადასტურება არ აქვს, მაგრამ ისინი უკვე იქცა ერთგვარ თანამედროვე ლეგენდებად, რომლებიც ადამიანებში შიშსაც იწვევს და დიდ ინტერესსაც. მეცნიერების დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ ისტორიებს. მათი აზრით, ბევრი ასეთი შემთხვევა შეიძლება აიხსნას ბუნებრივი მოვლენებით, მაგალითად ატმოსფერული ეფექტებით, სამხედრო ტექნოლოგიებით, ან უბრალოდ ადამიანის აღქმის შეცდომებით. თუმცა ერთ რამეზე თითქმის ყველა თანხმდება. სამყარო იმდენად დიდია, რომ სრულიად გამორიცხული არ არის, სადღაც სხვა ფორმის სიცოცხლეც არსებობდეს. უცხო პლანეტელები, რეალობა თუ მითი? ეს კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. შეიძლება ერთ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ მარტო არ ვართ. ან შეიძლება ეს ყველაფერი უბრალოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი იყოს. მაგრამ სანამ სიმართლე ბოლომდე გაირკვევა, ეს თემები კვლავ დარჩება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ამოუცნობ საიდუმლოდ სამყაროში. დიდი მადლობა, რომ ბოლომდე მიყურეთ, ჩემო მეგობრებო. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. გისურვებთ მშვიდ და ბედნიერ დღეს. ნახვამდის და მალე შევხვდებით ახალ, კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოში.